მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. სექტა ტერმინი, რომელიც გამოიყენება რელიგიურ ჯგუფის აღსანიშნავად. გამოყოფილი მთავარი რელიგიური მიმართულებიდან და ორგანიზებული ტრადიცია, რომელსაც აქვს საკუთარი დამაარსებელი და განსაკუთრებული დოქტრინა. ახლა კი ვისაუბრებთ 10 სექტაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საშიშია. ნომერი 10. ნონოჰანა. იაპონური ნეობუდისტური სექტა. თარგმნით ითარგმნება როგორც ყვავილის სწავლება. დაარსდა 1987 წელს. სექტის მიმდევრებზე იყო ჭორები, რომ მათ მასწავლებელს ჰოგენ ფუკუნაგას ჰქონდა ჯადოსნური შესაძლებლობები. მას შეეძლო ხალხისთვის ფეხზე შეხებით წარსულის ან მომავლის განჭვრეტა. სექტას ჰყავდა 30,000 მხარდამჭერი, მაგრამ ფაქტია, რომ სექტის წევრები ჩაერთნენ არათვითნებურად. ფუკუნაგა მათ უწინასწარმეტყველებდა კიბოს ან მძიმე დაავადებას, რაც აიძულებდა ადამიანს მონაწილეობა მიეღო სპეციალური წმენდის რიტუალებში, რომლის ერთი სეანსი $900 ღირდა. მას შემდეგ, რაც ფუკუნაგა გადადგა სექტის მასწავლებლობიდან, ის დაიჭირეს თაღლითობაში და დააჯარიმეს $1 მილიონი. თუმცა სექტამ განაგრძო ისევ არსებობა, მაგრამ სახელი შეიცვალა და დაირქვა იოროკობი კაზოკუნობა. ნომერი 9. რაელისმი. სექტა შეიქმნა საფრანგეთში გასულ საუკუნის 70-იანებში. კლოდ ვორიონი, უკეთ ცნობილი როგორც რაელი, მან განაცხადა, რომ 13 დეკემბერს 1973 წელს ჩამქრალი ვულკანის კრატერის ცენტრში უცხოპლანეტელები მოვიდოდნენ. ერთ-ერთი მათგანი თავის თავს ღმერთს უწოდებდა. მათ ენაზე ელოჰიმ. ეს სიტყვა ნიშნავს ღმერთს. ელოჰიმმა უთხრა, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტელთა არსებობა შეიქმნა გენური ინჟინერიის და კლონირების გამო. რაელისმის სექტა ხალხს დაჰპირდა უსასრულო სიცოცხლეს და საიდუმლოს გამხელას, რომელსაც სექტა ფლობს, აგრეთვე კლონირების საიდუმლოს. სექტის მასწავლებელი ქადაგებს სექსუალურ თავისუფლებას. ერთ-ერთმა მიმდევარმა ეკლესიის მედიაში გაავრცელა ნათქვამი, რომ ეს არის პირველი კლონირებული სექტა მსოფლიოში. მაგრამ ეს სენსაცია მალევე უარყვეს მეცნიერებმა. სექტის სასიცოცხლო საქმიანობა აღწერილი იყო რომანში კუნძულის შესაძლებლობა და ამ რომანის ავტორი გახლავთ მიშელ უელბეკი. ნომერი 8. კუკლუქს კლანი. რამდენიმე რასისტული და ტერორისტული ორგანიზაციის სახელწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძირითადად ქვეყნის სამხრეთით. ამ ორგანიზაციას უკავშირებენ ლინჩის სასამართლოს გაჩენას. ამერიკის სამხრეთში კუკლუქს კლანის გამოჩენამდე არაერთი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებდა, რომლებიც შავკანიან მოსახლეობაზე, ფედერაციის ჯარების ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე აწყობდნენ თავდასხმებს. სამხრეთში პლანტატორების მიერ შექმნილი ტერორის სისტემა ორგანიზებულობის უმაღლეს დონეზე იდგა. სამოქალაქო ომიდან მოყოლებული ასეთ ორგანიზაციებს რამდენიმე დასახელება შემორჩა. სოციალური კავშირი, ცისფერი ლოჟები, სამხრეთის ვაჟები, ცეცხლოვანი ჯვრები და თეთრი ლიგები. ყველაზე პოპულარული იყო საზოგადოება ოქროს წრის რაინდები, რომელიც 115,000 ადამიანს ითვლიდა. ორგანიზაციების უმეტესობა 1860-იან წლების ბოლოს გაუქმდა. მეტწილად მკაცრი კანონებისა და სასტიკი პოლიტიკის შედეგად, რომელსაც სამოქალაქო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება სამხრეთში ატარებდა. ნომერი 7. მოძრაობა ღმერთის 10 მცნების აღსადგენად. უგანდაზე დაყრდნობით ამ სექტას სჯეროდა, რომ მსოფლიოს დასასრული გარდაუვალი იყო და მოხდებოდა 2000 წლის 1 იანვარს. ისინი მკაცრად იცავდნენ 10 მცნებას. ერთმანეთს იშვიათად ესაუბრებოდნენ და ცდილობდნენ ჟესტიკური საუბრით ესაუბრათ და ცილი არ ეწამათ ერთმანეთისათვის. როდესაც 2000 წლის 1 იანვარს ინციდენტის გარეშე ჩაიარა ყველაფერმა, სექტამ დაკარგა ბევრი მიმდევრები, მაგრამ დარჩენილმა სექტის წარმომადგენლებმა ივარაუდეს ახალი თარიღი და შეიკრიბა 500 მიმდევარი ეკლესიასთან. ამ სეანსის დასრულებამდე აფეთქდა ეკლესია და დაიღუპა ძალიან ბევრი ხალხი, ხოლო აფეთქებას ვინც გადაურჩა იმ ადგილზე დაახრჩეს და მოწამლეს. ნომერი 6. ღმერთის შვილები. რამოდენიმე ბავშვები არიან ამ სექტაში, რომელიც დევიდ ბერგმა შექმნა. ამ ორგანიზაციის მიმდევრების პირველი რწმენა იყო ის, რომ სექსი ბავშვებთან ერთად არ არის მხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი. ეს სექტა არ იყო ცნობილი ისტორიაში თუ რა სექსუალური ძალადობა ხდებოდა. ახალგაზრდა ქალი გამოვიდოდა და პროსტიტუციას იწყებდა, რითაც აცდენდა პატარა გოგონებს და ცდილობდა ამ სექტაში გაეწევრიანებინა. ნომერი 5. მეშვიდე დღის ადვენტისტები. სექტა შეიქმნა 1844 წელს შეერთებულ შტატებში.
პროტესტანიზმის ერთ-ერთი მიმართულება მათი ტიპიური რწმენა იყო ქრისტეს მეორედ მოსვლა. ამ ყველაფრისთვის სეანსს ატარებდნენ შაბათს და თაყვანს სცემდნენ ქრისტეს მეორედ მოსასვლელად. ხალხიც აქტიურად წევრიანდებოდნენ ამ სექტაში და ისინიც აგრძელებდნენ ტრადიციას. ნომერი 4. მენსონის სექტა. ჩარლზ მენსონი, ამ სექტის შემქმნელი, ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება. ის ამ ყველაფერს აღწერდა იმით, რომ ადამიანის მოკლისას მისი სული განთავისუფლდებოდა და წავიდოდა სამოთხეში. ნომერი 3. სამოთხის კარიბჭე. სექტა შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში მარშალ ეპლუატის და ბონი ნეტლზის მიერ 1975 წელს. 1997 წელს ჰეილ-ბოპის კომეტის გამოჩენისას სექტის მთავარი დანიშნულება გახდა მასიური თვითმკვლელობა. რომ დაეტოვებინათ მიწიერი სხეული და გამგზავრებულიყვნენ კოსმოსური ხომალდით სამოგზაუროდ. ნომერი 2. აუმ სინრიკე. ნეორელიგიური, ტოტალური, ტერორისტული და ექსტრემისტული სექტა, რომელიც იაპონიაში შეიქმნა 1987 წელს სეკო ასახარის მიერ. ეს სექტა გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამჟამად სექტის საქმიანობა აიკრძალა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოლდოვაში და რუსეთში. მთლიანობაში იაპონიაში სექტის საქმიანობით დაზარალდა 6600 ადამიანი, ხოლო რუსეთში 24000 ადამიანი. ნომერი 1. ხალხთა ტაძარი. მსოფლიოში ყველაზე საშიში სექტა დაარსდა 18 ნოემბერს 1978 წელს გაიანეს ჯუნგლებში. დაახლოებით 1000 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქემ თავი მოიკლა. სექტა დაარსდა ჯიმ ჯონსის მიერ. ის მორჩილებას ქადაგებდა მუქარით, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფით. როგორც იხსენებენ თვითმხილველები, მისი ქადაგება უფრო გავდა პოლიტიკურ მიტინგს. ჯონსი კოოპერატიულ სოციალიზმს ცალკე დასახლებაში აშენებდა. თავის დოკუმენტებში სასოფლო-სამეურნეო და სამედიცინო კოოპერატივს ხალხთა ტაძარი დაარქვეს. დასახლების ერთ-ერთი ქუჩა ლენინის სახელობის იყო, ხოლო დილით კი ჯონსტაუნზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჟღერდა. დასახლებაში მცხოვრებთა სიკვდილზე დაზუსტებული ინფორმაცია დღესაც უცნობია. ზოგიერთი წყაროს მიხედვით დასახლების დარბევის მცდელობისას ყველა მოსახლემ თავი მოიწამლა. თუმცა 1998 წელს დამოუკიდებელი გაზეთი წერდა, რომ ეს იყო ამერიკის სპეცსამსახურეობის მიერ ორგანიზებული მასიური მკვლელობა. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.